ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამომშვიდობისა ხანგრძლივი საზაფხულო შესვენების შემდეგ თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ის, ვინც 27 სექტემბერს 16 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მარში მონაწილეობის სურვილით მოვა, არა სტუმარი, არამედ მასპინძელი იქნება. ამ მარშით ქართველმა ხალხმა განაცხადი უნდა გააკეთოს, რომ თავის ეროვნულ კატასტროფას აღნიშნავს, მაგრამ ამავე დროს მომავალზეა ორიენტირებული. განაცხადა დღეს გუბას სანიკიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული მარში ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებზე ქართველი ხალხის უკმაყოფილების დემონსტრაცია, ანუ ანტისინგაპურიზაციის აქცია იქნება. როგორ უნდა მოახდინოს სინგაპურიზაციის პროცესის შეჩერება ქართველთა მარშმა? ამის შესახებ პირდაპირ საუბარი გუბას სანიკიძესთან. გადაცემის მეორე ნაწილში დააჩქარა თუ არა რობერტ სტურუას განთავისუფლების პროცესი წერილმა, რომლის შინაარსიც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ამ შეკითხვაზე პასუხის მიღებას დღეს ლელა იაკობიშვილისგან შევეცდებთ. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, გუბას სანიკიძეა ჩვენი სტუმარი, ბატონო გუბას მოგესალმებით. მოგესალმებით ამ სეზონზე ეს არის პირველი გადაცემა. გილოცავთ და ბედნიერი ვარ პირველი რო ვარ. მადლობთ მობრძანებისთვის. პირველ რიგში თქვენი აზრით, რამდენად კონკრეტულია ის მიზნები, რომლის შესახებაც დღეს ისაუბრეთ? გულისხმობ ქართველთა მარშის მიზნებს. ანტისინგაპურიზაცია, რამდენად კონკრეტული და გასაგებია ეს მიზანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც უხმობთ თქვენ ამ აქციაზე მონაწილეობის მისაღებად? აბსოლუტურად კონკრეტული და გასაგებია ჩვენ პოლიტიკურ არსენალში, სხვათა შორის ნაკლებად გამოყენებული ქონდა ყოველ შემთხვევაში ეროვნული მოძრაობის პირველი ეტაპს თუ გამოვრიცხავთ. ნაკლებად გამოყენებული ქონდა ერთდღიანი აქციები, მასშტაბური აქციები. პრინციპში ოპოზიციისა და საზოგადოების პრობლემას ყოველთვის წარმოადგენდა აქციების დაწყება არ იყო პრობლემა. ყოველთვის იყო პრობლემა დამთავრება. როგორ ვამთავრებთ, როდის ვამთავრებთ, ხალხს როგორ უთხრათ, როგორ გავაგებიოთ. მაგრამ შედეგი ბატონო გუბას ეს არ არის მთავარი. მოგახსენებთ, შედეგი იქნება აუცილებლად ძალიან სერიოზული. ეკა მე სანამდე ვიტყვი და აქედან გამომდინარე გასაგები გახდება ყველასათვის. ძალიან ცუდი პრობლემები გროვდება ისევ საქართველოს გარშემო. ამაზე ნაკლებად მიდის საუბარი საერთაშორისო ასპარეზზე. მაგალითად კოსოვოს საკითხი. კოსოვოში სერბები იწყებენ, აიძულებენ სერბებს, რომ დაიწყონ მოლაპარაკება ალბანელებთან. იქ კოსოვოში ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ სერბები, 11%-ია ტერიტორიის, იმას მიცემენ სერბეთს და დანარჩენი კოსოვო უნდა აღიაროს. ჩვენს ენაზე რო გადმოვთარგმნოთ და ჩვენს პრობლემატიკაზე ეს რას ნიშნავს, იცით? ჩვენ შეიძლება გვაიძულონ, რომ წაიღეთ გალის რაიონი, წაიღეთ კოდორის რაიონი და დანარჩენი აფხაზეთი უნდა აღიაროს საქართველოს. მაგრამ აი ეს აქცია რითი შეუშლით ხელს? არა, გეტყვით რა მივალ ეკა ჩემი თხოვნა არის, რამოდენიმე წინანდება მინდა ვთქვა. ეს იგივე არის მაგალითად რომ გითხრან რომ ახალგორს დაგიბრუნებთ და დანარჩენი სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროთ, ხო? ანუ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი. გარეთ ქვეყნის გარეთ საქართველოს ბედზე როცა არის ეკა ლაპარაკი, არავინ აღარ ითვალისწინებს უკვე ქართველი ერის და ქართველი ხალხის ინტერესებს. ქართველი ერი როგორც ისტორიის სუბიექტი გათვალისწინებული უკვე აღარ არის. საიდან გამომდინარე აკეთებთ ამ დასკვნას ბატონო? აი ნებისმიერი გადაწყვეტილება უკვე. ჩვენ ვართ მოლოდინის პოზიციაში ქართული საზოგადოება, ხო? რა ეშველება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას? არაფერი არ ეშველებას. ასე სტატიკურ მდგომარეობაში ჩვენ თუ ვიქნებით, არაფერი არ ეშველება. ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი, ეს არის ენის საკითხი, ხო? ხედავთ რაც მოდის ქართულ ენას. ანუ სინგაპურიზაციის პროცესი წავიდა. მესამე საკითხი, ქონების საკითხი. ჩვენი ხალხი არის მდგმური უკვე ამ ქვეყანაში. აგერ დღეს უკვე გავიგეთ, ხო? საქართველოს ბუნებრივი რესურსების აბსოლუტურად განადგურების ტოლფას კანონმდებლობას ამზადებს ხელისუფლება. ანუ სრული სურათი გვაქვს, რომ საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის განადგურებას აპირებს. ახლა რა არის ამ აქციის მიზანი?
დაფიქსირება ქვეყნის შიგნითაც ხელისუფლებისთვის და ქვეყნის გარეთაც. და ვარქვათ ასე არაკეთილ მსურველებისათვის, რომლებიც ძალიან მოგვიმრავლდა ამ ბოლო დროს. რომ ჩვენ ეროვნული კატასტროფის დღეს 27 სექტემბერს, როცა დაეცა სოხუმი, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. 27-მდე საქართველოს კიდე ერთიანი იყო. 27-ის მერე უკვე აღარ არის ერთიანი. ამდენი წელი გავიდა. მაგრამ ბოდიში უნდა გაგაწყვეტინოთ ბატონობას, რადგან მაინტერესებს ამ ერთდღიანი აქციით, თუ როგორც თქვენ ამბობთ, ის დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ხელისუფლების მიმართ. ამ ერთდღიანი აქციით ფიქრობთ მართლა რომ შეიცვლება ეს დამოკიდებულება? რა თქმა უნდა, რამოდენიმე ათეულ ათას კაცს თუ და რა იქნება დაინახავ, შედეგი, როგორ დავინახავთ? ძალიან სერიოზული განწყობები შეიქმნება. იცი როგორ არის ეკა დღეს დასავლეთი თვლის რა ფაქტორი მოგწონთ თქვენ ქართველებს თუ არ მოგწონთ, საქართველოს ფაქტორი არის მიხეილ სააკაშვილი. დანარჩენები ხართ ნულების უყვალა. ქართველი ხალხიც, ოპოზიციაც, საზოგადოებაც ყველაფერი. რამდენი ათასი კაცი იქნება თქვენი აზრით იმის გარანტი რომ შეიცვლება, ხო? დავასრულებ. ფაქტორი არის სააკაშვილი და ფაქტორს გაუწევენ ისინი ანგარიშს ყოველთვის და მომავალშიც 2012-შიც გაუწევენ ისინი ფაქტორს ანგარიშს 2013-შიც და ასე შემდეგ. ყოველთვის ფაქტორს უწევს დასავლეთი ანგარიშს ხოთაშორის რა. და როცა ჩვენ ამას დავაფიქსირებთ ერთდღიანი აქციით, პროტესტით, რიცხოვნებით, ორგანიზებულობით და სახელიც ამიტომ არის შერჩეული ასე. ისინი იფიქრებენ, მოდი მიშა გავწიოთ, აქ თურმე სხვა ვითარება, აქ თურმე 26-ში როცა გაჟლით ეს ხალხი. თურმე არ შეცვლილა განწყობა, ქართველი ხალხი არის უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილებას ორგანიზებულად გამოხატავს კატასტროფის დღეს. ბატონო გუბას, აქციები ძალიან ხალხმრავალი იყო, არა ერთდღიანი, არამედ ძალიან ხანგრძლივი. გაუწია მაშინ ამას თუნდაც დასავლეთმა თქვენი აზრით? გაუწია, ოღონდ ჩვენ ვერ მივიყვანეთ საქმე ბოლომდე. ეკა მე ერთ რამეს ვამბობ. ერთდღიანი აქცია არ ნიშნავს, რომ ერთი დღე ჩატარდება ეს აქცია და დაიძინებს მერე ყველაფერი. არავით არ შემთხვევაში. ასეთი ერთდღიანი, ნახევარდღიანი, სამდღიანი სხვადასხვა სახის აქციებს გეგმავს ფორუმი როგორც მარტო, ასევე სხვა პარტნიორებთან ერთად. რამდენ ათასიანი მე წეღანს დაგისვით? რამდენ ათასიანი უნდა იყოს ეს აქცია, რომ მას ანგარიში გაუწიოთ? მე ვერ გეტყვით, აქ უნდა იყოს რამოდენიმე 1000 კაცი მაინც. იცით როგორ არის? ჩვენ თვითონაც ხო გვაინტერესებს შედეგი. ვართ ჩვენ გატეხილი, გათითოკაცებული საზოგადოება თუ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვინარჩუნებთ ერის ყველა ნიშანთვისებას. ამას აქვს მნიშვნელობა. ბევრი მეკითხება, აი თქვენც ვკითხეთ, რა არის მიზანი? არის დემონსტრირება უკმაყოფილების, რაც არის საქართველოში დაგროვილი. და თუ არ მოვიდეს რამოდენიმე 1000 კაცი ბატონო გუბას? თუ არ მოვიდა ესე შედეგია, ეკა. რა შედეგია ეს? შედეგია ესა, რომ ჩვენ თურმე აღარ ავართ ის, რაც უნდა ვიყოთ, ხო? ანუ შედეგი რიცხოვნობაა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა და დარაზმულობა. და ეს რიცხოვნობა და ორგანიზება თან. ეს რიცხოვნობა ამ რიცხოვნობის შედეგი თქვენთვის ისიც ხომ არ არის, რომ გეცოდინებათ რამდენი მხარდამჭერი ყავს ფორუმს. რადგან რაც არ უნდა თქვათ, ეს ალბათ მაინც არის ფორუმის აქცია. თქვენ კი აკეთებდით დღეს აქცენტს იმაზე, რომ ეს არ არის პარტიული აქცია, მაგრამ ინიციატივა ხომ თქვენგან წამოვიდა, ხომ ასეა? თქვენ ხომ არ ჩართეთ სხვა პარტიები ამაში? ეკა, მოდით ვინმე მირჩიოს რა, ვისაც ეს არ მოწონს, ვინმე მირჩიოს პოლიტიკური პარტიის დანიშნულება რა არის. თუ არა ინიცირება. მით უმეტეს ოპოზიციური პარტიის. აი ვინმე სახელი ხომ ქვია რომ ეს არის ფორუმის ინიციატივა. ფორუმის ინიციატივით არის, ოღონდ ამას არ ქვია ფორუმის მარში, ამას ქვია ქართველთა მარში. გასაგებია. არ არის დღეს მე გავაკეთე განცხადება, რომელიც არ გავიდა საინფორმაციოებში, რაღაცა კუდი ქონდა მოჭრილი ჩემს პრესკონფერენციას დღეს. იქ გავაკეთე განცხადება, რომ ამ აქციაზე ფორუმის დროშები ერთი არ იქნება პარტიული დროშა. იყო ეს განცხადება. არავითარ შემთხვევაში. არა, თქვენთან კი იყო, მაგრამ სხვა არ გადასცეს. ასევე ჩვენი დიდი სურვილი იქნებოდა, რომ არც ერთ პარტიის დროშა იქ არ გამოჩნდეს. იქ იქნება დევიზი და იქ იქნება სიმბოლიკა, რომელსაც ჩვენ ქართულ საზოგადოებას შევთავაზებთ. ეს სიმბოლიკა არის შეთანხმებული ისეთ ადამიანებთან, რომლებიც კომპეტენტურები არიან ამ საკითხში. მე აღარ დავაკონკრეტებ ახლა. ანუ ეს არ არის მარტო ფორუმის აქცია. დღეს თქვენ სიუჟეტშიც გავიდა, რომ ფორუმი ეპატიჟება ოპოზიციურ პარტიებს. ბოდიში მომითხოვია და არავის არ ვეპატიჟები რა. იმიტომ რომ არა ვარ მე იქ მასპინძელი. ყველა მასპინძელია ვინც იქ მოვა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბატონო გუბაზ, რატომ არ თუ შეთანხმებასაც არ დავარქმევ ამას, რატომ შეიტყეს უბრალოდ 6-იანის დანარჩენმა წევრებმა ეს პრესიდან?
მოდით ასეთ რამეს გეტყვით. 6-იანზე დღესაც იყო კომენტარები, აი ზვიადის ჩემი მეგობრის კომენტარი იყო, რომ ეს პოლიტიკური კოალიცია არისო, ამიტომ შეიძლება დაიშალოს. რატო უნდა დაიშალოს? მე ყველას ერთწუთი დავასრულებ. ყველას ვეკითხები, სადმე ვინმესთან ფორუმი შეთანხმდა, რომ რაღაც პარტიული ინიციატივებს ვინმე შეუთანხმებს? ის პოლიტიკური კოალიცია 6-იანი როცა ანუ ეს არის მაინც პარტიული ინიციატივა, ხო? რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მიერ დაგეგმილი და ინიცირებული არის, რა თქმა უნდა. რა პრობლემაა ამაში? მაგრამ სადმე ჩვენ მქონდა შეთანხმება, რომ აი ყველა ერთჭუაზე უნდა ვიაროთ. შეიძლება იმ 6-იანში შეიძლება იყოს ისეთ პარტიები, რომლებიც ამ სახელსაც არ დაეთანხმებიან, რასაც ქართველთა მარში ქვია. შეიძლება აღმოჩენილიყვნენ. შემდეგ მეორე საკითხი. 6-იანი არის თემატური ერთობა, რომელსაც აქვს კონკრეტული ამოცანა, რასაც ქვია საქართველოში დემოკრატიული არჩევნების დამკვიდრება და ამისთვის ბრძოლა. ფორუმი დაუბრუნდებით დიდი ბოდიში გადაწყენინოთ, უბრალოდ კიდევ ერთხელ, ანუ ინფორმირება რას გააფუჭებდა აქციისთვის? იცით როგორ არის საქმე? პარტნიორების ინფორმირება უბრალოდ. ჩვენ შევცვალეთ მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. არის დიდი პრეტენზია, ეს არ არის დემაგოგია არავითარ შემთხვევაში. ეს ხანგრძლივი ფიქრის შედეგიცაა. ანუ შეგნებულად არ უცხო. არის ყოველთვის საზოგადოებიდან აბსოლუტურად მართებული კრიტიკა, რომ ჩვენ რატო ვგებულობთ ბოლოს, ან საერთოდ ვერ ვგებულობთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ აწი განვახორციელებთ, ეს იქნება პირველი ადრესატი, ვინც ამას გაიგებს, იქნება ქართული საზოგადოება. ეს არის შეთავაზება ქართულ საზოგადოებას. ეს არის შეთავაზება ქართულ ხალხზე. ეს არ არის პარტიებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე. ეკა, უნდა დამიჯეროთ, სხვა გზა არა გაქვთ, ხო? არავისთან არ მივსულართ და არ გვითხოვია ჩვენ, არც ერთ ორგანიზაციაში არ მივსულართ და არ გვითხოვია, რომ აი არიქა, მოდი მოგვეხმა. არავითარ ეს არის ყველა საკუთარ თავს ეხმარება. მაგრამ ინფორმირება რას შეუშლიდა ხელს? თქვენ ხო მათთან გაქვთ კომუნიკაცია 6-იანის ფარგლებში? არ იყო, ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ინფორმირებული ყოფილიყვნენ ჩვენი კოლეგები ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს იყო ფორუმის მიერ ინიცირებული აქცია. აი რატომ? რატომ? ეკა, არ ჩავთვალეთ, იმიტომ რომ 6-იანს, მოდი მაშინ გავშალოთ კიდევ. რა თქმა უნდა. მარტო 6-იანი არ არსებობს, ხო? არსებობს 6-იანს მიღმა პოლიტიკური სპექტრი. მაგრამ პარტნიორები ხომ 6-იანში არიან? არა, პარტნიორი ყველა, ეკა. თანაბარი პარტნიორია და უშუალოდ სახალხო კრება დღეს თქვენთვის და ის ხუთი პარტია? მოდით ასე ვთქვათ, პარტნიორი პოლიტიკაში არის ყველა. სხვათა შორის ხელისუფლებაც პარტნიორია. ეს ძალიან გლობალურად ალბათ. ხო, ამას ვამბობ რა, ამიტომ უფროს უმცროსობა ფორუმისთვის არ არსებობს. იმ 6-იანში ხო ჩვენ ასეთი სიტუაცია გვაქვს, ხო? თუნდაც ის აქციები, რაც უნდა დაიგეგმოს 6-იანის ფორმატით, ხო ჩვენ მიგვაჩნია, რომ 6-იანი არ არის საკმარისი. 6-იანი არ უნდა იყოს ჩაკეტილი ქმედებებში. ჩვენ შეთავაზებაც ჰქონდა ჩვენს მეგობრებთან, თუ იმე განსხვავებას ეძებს, მე პრინციპულ განსხვავებას ამაში ვერ ვხედავ, მაგრამ 6-იანში არის ორი მოსაზრება, მაგალითად, რომ გაფართოვდეს ფორუმი აფიქსირებს, რომ გაფართოვდეს სპექტრი. 6-იანში გვეუბნებიან ჩვენი კოლეგები, რომ მოდი ჯერ ჩვენ ბლოკად ჩამოვყალიბდეთ. უკვე საარჩევნო ბლოკად და პოლიტიკურ ბლოკად და მერე დაანჩენებს დაველაპარაკოთ, ხო? ეს განსხვავება არის 6-იანში, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს 6-იანის დაშლას. აი ეს ისტერია, რაც წასული არის ახლა ხო პრესაში, 5 თუ 6, 6 თუ 5, არავითარ შემთხვევაში რა. ის 6 შედგება 6 სუბიექტისაგან და ყველა სუბიექტს აქვს ავტონომიური ქმედების უფლება. მოდი მე შეგიბრუნებ შეკითხვას, ეკა, ერთწუთი. 6-яნის წევრებმა განაცხადეს. მომისმინეთ, შეხედეთ, მე შეკითხვა შევატრიალებ. 6-яნის წევრებმა განაცხადეს ზოგიერთმა, რომ ჩვენი გეგმები გვაქვს. ჩვენ რატო არ ვიყავით ამის შესახებ? იგივე ალასანიამ განაცხადა, ხო, 27-ში ჩვენი გეგმა. ჩვენ რატო არ ვიყავით ამის შესახებ ინფორმირებული მაშინ? ამიტომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არ არის მთავარი პრობლემა. ახლა დღეს ქართული პოლიტიკური ცხოვრების ფორუმმა რატო არ ჩააყენა წინასწარ თავისი კოლეგები საქმის კურსში? არავითარ შემთხვევაში. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანუ დანარჩენი 5 პარტია, ვინც არის თქვენს გარდა 6-იანში და მოძრაობაში სამართლიანი არჩევნებისთვის, თქვენთვის ისეთივე იმ რანგის პარტნიორია, როგორიც მაგალითად სიტყვაზე ქრისტიან დემოკრატები, ახლები თუ სახალხო კრება? ჩვენ გვაქვს არავითარ შემთხვევაში. თანაბრად უყურებთ? არა, თანაბრად ვერ უყურებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც ჩვენ ვართ ერთნი. მოდი ვთქვათ ასე, რა არის მიზანი და რა არის საშუალება, ხო? ძალიან ხშირად გვეშლება ეს ჩვენ ერთმანეთში და გვერევა ხშირად, ხო? და დაბნეულობასაც ეს იწვევს.
მიზანი ეროვნული ფორუმისთვის არის ეროვნული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომლის საშუალება უნდა იყოს დემოკრატიის დამყარება ჩვენს ქვეყანაში. მართლა ჭირდება ამ ქვეყანას დემოკრატია. ეს არ არის სიტყვების თამაში, რაღაცა არ იმალება და დემოკრატიის დამყარება უნდადეს ყველა თავმოყარე პოლიტიკურ ორგანიზაციას, ხო? მარტივია ეს. ეს ვინმეს გარშემო გაერთიანებას ხო არ ნიშნავს. ეს ნიშნავს დიდი იდეის გარშემო გაერთიანებას. 6-იანი ამ საქმეს, რა თქმა უნდა, 6-იანს დიდი წვლილი აქვს შეტანილი, იმასაც გავახსენებს უყველას, რომ ფორუმი იყო ინიციატორი საარჩევნო გარემოზე მუშაობის, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ 6-იანი არ არის უკვე საკმარისი და უფრო მეტიც. მარტო 6-яნის პრობლემა არ არის ეს. დემოკრატიის დამყარება თავისუფალი. აი ჩვენს კოალიციას ქვია ხო სახელი. 6-იანმა როცა ჩვენ გამოვაცხადეთ იგივე კალათბურთის დარბაზში, ხო? კოალიცია თავისუფალი არჩევანისათვის. იქ 27 სექტემბერი ხო არ გვიხსენებია ჩვენ. სოხუმის დაცემაზე ხო არ ყოფილა ლაპარაკი. მაგრამ ბატონო გუბაზ იქ იყო ლაპარაკი აქციებზე, ხალხის ჩართვაზე, სწორედ საარჩევნო გარემოცვლებისთვის და ხელისუფლების ცვლილებისთვის. ბატონო გუბაზ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და როგორც მე 27 მაის საარჩევნო გარემოზე არ გამოვდივართ ჩვენ. გასაგებია, მაგრამ სექტემბერში ასევე იგეგმებოდა აქციები, რამდენადაც მე მახსოვს, მაშინ როდესაც პარლამენტში დაიწყებოდა პარალელურად განხილვა საარჩევნო კოდექსის. ყობა დავითაშვილმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თქვენ ამ აქციით პრინციპში ხელს უშლით 6-яნის დაგეგმილ ქმედებებს, მაგრამ მოდით ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად პირდაპირ საუბარი გავაგზავნოთ რეკლამის შემდეგ. სანამდე რეკლამაზე გადავართ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მაპატიოს უყველა, მაგრამ ეროვნული ფორუმი არ აპირებს ყობა დავითაშვილს შეუთანხმოს ყველაფერი. ამას არ აპირებს. ანუ არ უშლით თქვენი აზრით 6-яნის კოდექსს, თუმცა ამის შესახებ მოდით ჩვენ არ ვთვლით ამას ჩაშლად. თუ ვინმე ჩაშლად ჩათვლის, ეს მათინება არის, ხო ჩვენ ვერავიზე ზემოქმედებას. მოდით უფრო ვთვლად ამაზე პირდაპირ საუბარი სარეკლამო ბლოკის შემდეგ გავაგზავნოთ რეკლამის დროა გადაცემაში. ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს გუბას სანიკიძესთან. ბატონო გუბას, თქვენ აცხადებთ, რომ არ შეუშლით, არ უშლით ამ 6-яნის ქმედებებს ხელს. თუმცა ზვია ძიძიგურმა, როგორც თქვენ თქვით, თქვენმა მეგობარმა თქვა, რომ აბნევთ ამით საზოგადოებას, როდესაც 6-იანი წევრები ინდივიდუალურ ინიციატივებს ავლენენ. ეკა მე მგონი რაღაცა დამაბნეველზე არ მისაუბრია. ხა შეიძლება მართლა ვერ ვილაპარაკე ისე გარკვევით. მე მგონი გავარკვიეთ ხო რაშიც არის. 6-იანს აქვს თავისი კონკრეტული ამოცანა, დასახული. რა არის თუ ეს არის ვიმეორებ ჩემო კარგო რა ისე ვიმეორებ ესა საარჩევნო გარემოსთვის ერთობლივი ბრძოლა ოღონდ ვამატებ უკვე რომ მარტო 6-იანი ამ საქმეს არ ყოფნის და ამას ჭირდება მთელი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდირება და ამაში არის გარკვეული სხვაობები ჩვენსა და 6-яნის შემავალ პარტიებს შორის ისინი თვლიან რომ 6-იანი არის თვითკმარი და არ გვჭირდება არავინ და ჩვენ ვთვლით რომ არ არის ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია. არა, საზოგადოებრივზე არ არის. სრულად უნდა მოიცვას პოლიტიკური სპექტრი. და სულ ვინც გაიზიარებს, ბატონო, პოლიტიკური ძალა, ვისაც უნდა. და უნდა დაელაპარაკო იმათ, ხო, უნდა თუ არ უნდა და დემათ თქვა, ნუ. ურმა დაქტოვათ, ბატონო გუბას. ეგ წუთი რა, ეგა სხვა რამეს ვამბობ რა. შენ უნდა შესთავაზო პოლიტიკური ინიციატივა ამას ნიშნავს. უნდა შესთავაზო სხვებსაც, ვისაც აქამდე ამ ფორმატში მონაწილეობა არ მიუღია და ამ საკითხზე არ მიუღია მუშაობაში მონაწილეობა. მათ თქვა ნუ არის. მაგრამ მე გეტყვით, რომ წინასწარი მონაცემებით დიდი უმრავლესობა მზად არის, რომ ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. ოღონდ ერთი პირობაც არის და სავსებით სამართლიანი. 6-яნის ბედნიერებისთვის ისეთ მონაწილეობას ამაში არ მიიღებენ. ძალიან მარტივია ხო ეს? აქტუალური ეს საკითხი ბატონო გუბას, ანუ სხვა პოლიტიკური ძალების ჩართვის საკითხი თქვენთვის იმიტომ რომ არასაკმარისია, ეკა ხედავთ ხო? დღეს გამოჩნდა ეს? არა, უკვე გამოჩნდა, ზაფხულშივე გამოჩნდა უკვე. 6-იანს უნდა დაეწყოს სერიოზული მუშაობა, მაგრამ არასაკმარისია ესა და ანუ უკმაყოფილო ხართ 6-яნის არა, 6-იანით არა ვარ უკმაყოფილო. ძალა არა გვაქვს ჩვენ იმდენი რომ ამას თლიანად მოვერვიოთ. თუ ამას საზოგადოებრივი ხარდაჭერა არ ექნა და პოლიტიკური სპექტრის კრიტიკული მასის, კრიტიკული რაოდენობის ხარდაჭერა თუ არ ექნა, ჩაკვდება ესა ეკა. და რომელი კონკრეტული პოლიტიკური ძალები გესახებათ ბატონო გუბას? აი რომელი ყველა მაგალითად ნებისმიერ მაგალითად წვანეების პარტია.
რატომ არ უნდა დაველაპარაკოთ მითხარ ვინმე მამიხსენებთ ამ შემთხვევაში როგორ არ დაუშვათ მწვანეების პარტია უფრო ავტორიტეტული ვიდრე თუნდაც ეროვნული და თქვენ გონიათ 6-იანში პარტიები არის რომლებიც მწვანეებზე უფრო ავტორიტეტულია არა მე არ ვადარებ და არჩეფას ამაზეა მაინტერესებს თქვენი აზრი ესე იგი ეკა შენ მიბიძგებ იმისკენ რომ მე ვარჩიო წონადობა და ისა ძალოვანება პარტიების არა უბრალოდ რეალურად ვინ გესახებათ პარტნიორად ამ ნებისმიერი თქვა ვინც ჩათulis ეკა ძალიან მარტივად ვსაუბრობ ხო ვინც ჩათulis რომ ამ საკითხებში 6-იანის ინიციატივას რაც უკვე 2 წელია დაწყებული და ავტორი არის ეროვნული ფორუმი გავახსენებ ყველას იმიტომ რომ მივიწყებული იყო ესეც ხო ეს ჩვენი პირმშოა ესა და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე რომ მივიყვანო კი არ უნდა ვითამაშო ან ვიპოზიორო ან საქმოსნობით კი არ უნდა ვიყო დაკავებული და იმიტაციით რომ ვითომ რაღაცას ვაკეთებ მართლა უნდა გააკეთო ესა აქამდე ეს იმიტაცია იყო არ იყო იმიტაცია ახლა სხვა სტადია უკვე ქმედება არის მოლაპარაკების მაგიდა დამთავრდა ხო ნახეთ ხელისუფლება გაიქცა მან ვერ გააფორმა დიდ ოპოზიციასთან დიდ შეთანხმებად ესა ფაქტია ხო ახლა ამაში მე ეკა თქვენ სტუდიაში მაქვს ნათქვამი რომ 4 პირობა იყო საჭირო სწორი მოთხოვნა საგარეო მხარდაჭერა პოლიტიკური პარტიების ერთობა და კრიტიკული მასის მოკრება და საზოგადოებრივი მხარდაჭერა პირველი 2 აქვს ამას თუმცა დნება უკვე ისიცავ თქვი მე რომ ზაფხულის შემდეგ გადნება საგარეო მხარდაჭერა ამ პროცესზე თუ ეს არ გაფართოვდა მე გეუბნებით პირდაპირ იგივე ის დასავლეთელი დიპლომატები პირდაპირ გვირჩევდნენ რომ გადით ხალხი აიყოლიეთ რატომ ვერ გახვედით ანუ პოლიტიკური ძალების ამაზეა საუბარი ჩემო კარგო რა რო გახვიდე ხალხში ერთობა უნდა შექმნა ხალხმა უნდა მაგრამ თქვენ ხომ ინტეგრაციის წინააღმდეგი ხართ დღეს ბატონო გუბას უფრო მეტის ამ 6 პარტიაში ერთობაში რას გულისხმობთ ერთი წუთით რა ინტეგრაცია რისთვის პოლიტიკურ ბლოკზე არ ვსაუბრობ ინტეგრაცია ერთი სწორი მოთხოვნის გარშემო ეს არ ნიშნავს პარტიულ გაერთიანებებს ეკა ძალიან მარტივია ეს ბატონო გუბას იცით რა მაინტერესებს მთავარი ანუ თვითმიზანი საარჩევნო გარემოს შეცვლა თუ არჩევნებში გამარჯვება რა თქმა უნდა საარჩევნო გარემო იმიტომ უნდა შეცვალო რომ მე დაამარცხო სააკაშვილი მაგრამ თუ ვერ შეცვალეთ უბრალოდ საარჩევნო გარემო. თქვენ ხშირად მოყავდათ ასევე ჩემს სტუდიაში 2008 წლის მაგალითი, როდესაც უარეს საარჩევნო გარემოში სწორედ დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ოპოზიციურმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. ანუ თუ ხელისუფლების ცვლილებისთვის უკეთესი გარანტია იქნება სწორედ პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბება. წინააღმდეგი იქნებით ამისი? მე გეტყვით თქვენ რა ემუქრება ქართულ ოპოზიციას და მათ შორის 6-იანსაც. აი ასე მინავლებული, მიძინებული როგორც ადგილობრივ არჩევნებს გახსოვთ? იავნანა რომ უმღერეს ოპოზიციას. მაგრამ თქვენ არ მიიღეთ. არა, არ მივიღეთ, იმიტომ ვიცოდი რომ იავნანას უმღერებდნენ და ზოგი დაიძინებდა. ასე თუ აპირებს ვიღაცა საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლას, მე გამოვიდა რა ვქნა ძმაო, არ მიიღო ამ ხელისუფლება. რა ვქნა? ფორუმი ამას არ დაეთანხმება. ანუ მხოლოდ გარემოს შეცვლა თქვენი მიზანი, თუ გარემოს შეცვლის გარეშე სხვა გარანტია იქნება გამარჯვების ბატონო გუბას. ნახოთ, ეს სხვა თემა არის, ხო? ჩვენ ინიცირება გავაკეთეთ საზოგადოებისთვისაც, ქვეყნის გარეთაც, ქვეყნის შიგნითაც, ხელისუფლებასაც შევთავაზეთ, წიხლი გვიკრა ხო, გაიქცა. ხო? ორი პარტია წავიდა, რომელმაც ჩათვალა, რომ ის რაც გადმოაგდო ხელისუფლებამ საკმარისი იყო. იცით როგორ არის საქმე ახლა? თუ ეს ასე გაგრძელდა ეკა. ფორუმი ამაში მონაწილეობას ხალხის დაძინებაში ფორუმი არ მიიღებს მონაწილეობას. არ მიიღებს ფორუმი. ეკა, ეს არის გვიანი შემოდგომის თემა რა. ჩვენ რა გვექნება გვიან შემოდგომას? არადა ეს შემოდგომა უნდა ადუღდეს საქართველოს, თორე არჩევნებიც უკან მოგრჩება, ეკა. ყველაფერი უკან მოგრჩება, ესა ფრაქციები პარლამენტში მოგრჩება უკან. ისეთი რამე ემუქრება. მე ერთ რამეს ვიტყვი რა. სხვათა შორის პრაიმ ტაიმზე მე ამაზე ვისაუბრე და ამოჭრეს. 18 წუთი მოაჭრეს ჩემ იმას. მარტში ეკა რუსეთში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. არავის ილუზია არ კონდეს რომ იქ პუტინი ვერ მოიგებს. პუტინი მოიგებს და პირველი საგარეო ნაბიჯები რაც იქნება, ეს იქნება საქართველოს პრობლემის მოგვარება სათავისოდ. სხვამ რო არ იცის ეს და ამაზე არ ფიქრობს, ეს არ მაძლევს მე უფლებას რომ ამ თემებზე არ ვიფიქრო. ეკა ლიბიას და სირიას თმობს რუსეთი, ეს არის ტრადიციული საყრდენი ქვეყნები იყო რუსეთის. რატო თმობს ეკა მითხარით? რაღაცა მიიღო ხო სანაცვლოდ. ეს რაღაცა შემთხვევით საბჭოთა კავშირის სივრცე ხო არ არის?
და მათ შორის ჩვენც. მაგრამ ბატონო გუბას მოდით არჩევნების თემას არა, დავუბრუნდებით. ვერ დაუბრუნდ. მე ისეთ თემაზე ვსაუბრობ. ახლა არჩევნებიც უკან მოგრჩება თქვა. თუ ასე მიძინებული ვიქნებით. მაგრამ უშვებთ იმ შესაძლებლობას, რომ ფორუმმა არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, შეიძლება საერთ არჩევნები არ ჩატარდეს. არა, თუ ჩატარდა არჩევნები, სააკაშვილმა თუ დაინახა საფრთხე, დიახ. თავისი პიროვნული საფრთხე, აბა, ქვეყნის საფრთხეებზე ეგ ჩაფიქრებული არავის არ უნდა ხო. სააკაშვილი მორიგ ავანტურაზე შეიძლება წავიდეს. მაგრამ სააკაშვილმა თუ დაინახა, რომ ის პრემიერ-მინისტრი ვერ ხდება, ის შეიძლება ავანტურაზე ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ სულელთან. რომელმაც ეს ქვეყანა შეიძლება რა არის ამ გაანადგუროს. შემთხვევაში მისი დამარცხების ამიტომ როცა გზა, ის ბატონო სულელია, მეც სულელივით ვერ მოვიქცევი მასავით, ხო? როცა ის უპასუხისმგებლოა, ეს იყო ჩემთვის ყოველთვის გამოცანა, როცა ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის უპასუხისმგებლო, მაგრამ თუ რამე მოხდება პასუხისმგებლობა მას დაეკისრებს. შენ თვითონ იძახი უპასუხისმგებლო თუ არა. მაშინ პასუხისმგებლობას როგორ აკისრებ? მაგრამ ბატონო გუბას თუ ორმაგი ჩატარდა პასუხისმგებლობა გვაქვს. ახლა ჩვენ თუ სწორი კომბინაცია ვერ დავალაგეთ ახლა ეგ. და სწორი კომბინაცია არის დიდი ოპოზიციური ერთობა. მოახერხეთ მაშინ იანვარში რომ გავიმარჯვეთ, ოღონდ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, ხო? თორე ის გავიმარჯვეთ ჩვენ მაშინ სააკაშვილი გადავაყენეთ და გავიმარჯვეთ, მაგრამ ვერ მივიყვანეთ მიზეზთა გამო ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ. კი ბატონო გუბას ძალიან ცოტა დრო გრჩება. თქვათ ჩატარდა არჩევნები. ნუ დაუშვებთ იმას, რომ ვერ ჩატარდება. ჩატარდა არჩევნები და ფორუმმა არ მიიღო მონაწილეობა. როგორიც არ უნდა იყოს ეს არჩევნები, სად წავა თქვენი ხმები? არც თუ ისე მცირე რიცხოვანი ბატონო. მელაპარაკები, ახლა მე უნდა ვიმარჩიელო, ან კარტი უნდა გავშალო, ან ყავა უნდა დავნა. არა, ეს ისეთი ნაკლებ საინტერესოა ახლა ჩემთვის და მაგრამ ეს მაყურებელმა გადაწყვეტს რა არის ეს მე ჩემი პოზიცია გაინტერესებს, ხო და მე გპასუხობ. და მაყურებელსაც აინტერესებს. მაგრამ ამ თემაზე მაინტერესებს. იმდენი ბარიერებია მანამდე გადასალახი, რომ ფორუმში მის ხელმძღვანელ ორგანოში ახლა ამაზე ფიქრი ერთი წამითაც არ არის, რომ ჩვენ რო არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენი ხმები რომელ პარტიის იმაში ყულაბაში წავა. რას ლაპარაკობთ? ეს როგორ შეიძლება ამაზე სერიოზულმა პარტიამ ახლა იფიქროს? კიდევ ერთი მარშის თემას მინდა დაუბრუნდე. მხოლოდ ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა დადებითად და მან თქვა, რომ მიიღებს ამაში მონაწილეობას. ბურჯანაძემაც პრესიდან შეიტყო თუ წინასწარი ცოდა მარშის შესახებ? რა თქმა უნდა, ბურჯანაძემაც ასევე შეიტყო ჩემი პრესკონფერენციის შემდეგ. დიდი მადლობა. მადლობთ. მადლობთ. გუბას სანიკიძე იყო ჩვენი სტუმარი, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ლელა იაკობიშვილთან ერთად დავბრუნდებით. კონკურენტ პირდაპირ საუბარს ლელა იაკობიშვილია ჩვენი სტუმარი. ქალბატონო ლელა, მოგესალმებით. პირველ ხარ მოგესალმებით. გილოცავთ დღევანდელ დღეს. წარმატებებს გისურვებ მთელი წლის განმავლობაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენი სტუმარი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ პირველ გადაცემაში მოგბრძანდით. რამდენიმე დღის წინ მე მინდა რობერტ სტურუას თემაზე ვისაუბროთ დღეს. სოციალურ ქსელში, Facebook-ში ბატონმა რობიკომ გამოაქვეყნა თავისი წერილი, რომელთაც ის მიმართავს კულტურის მინისტრს. რამდენიმე ხნის წინანდელია, იქ ზუსტი თარიღი არ იყო მითითებული. რობერტ სტურუა უკმაყოფილებას გამოთქვამს რუსთაველის თეატრში შექმნილი ვითარების გამო, მოკლედ რომ გავაცნოთ შინაარსი მაყურებელს, აკრიტიკებს თეატრის მმართველს და აცხადებს, რომ მზადაა თვითონ შეითავსოს მმართველის თანამდებობაც. მცირე ციტატას მოვიყვან წერილიდან. ბოლოს პოსტსკრიპტუმში მიმართავს ეს კულტურის მინისტრს ასე. თუ თქვენ ჩემს წინადადებას მისაღებად მიიჩნევთ, თანახმავარ ვიკის რომ ძიმე ტვირთი და შევითავსო მმართველის თანამდებობა. შეგახსენებთ, რომ ერთდროულად სამხატვრო ხელმძღვანელად და დირექტორად მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს. პატივისცემით რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა. მე მაინტერესებს თქვენი აზრი იმის შესახებ, რატომ გამოაქვეყნა დღეს რობერტ სტურუამ ეს წერილი, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებები ორივე მხრიდან მიღებულია. და ცხადია პრინციპში ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება არც ერთი მხრიდან არ შეიცვლება. ურთულესი შეკითხვა ჯერ ერთი ძალიან უცნაურია, მაგრამ მაგაზე არ მიფიქრია, რატომ გამოაქვეყნა მაინცა და მაინც დღეს, ახლა სპონტანურად შეიძლება ესეთი აზრი მქონდეს, რომ სწორედ იმიტომ, რომ სოციალურ სცენაზე გადასული სპექტაკლის მიმართ ყურადღება ოდნავ შენელდა, ოდნავ თითქოს ისეთი ინტერაქტიული აღარ იყო ის სიტუაცია, რომელიც ქართული თეატრის გარშემო შეიქმნა ზოგადად და არა კონკრეტულად მხოლოდ ბატონი რობერტის მიმართ.
ალბათ ეს იყო კიდევ ერთი ეგრეთ წოდებული იმპულსი საიმისოთ, რომ შეეხსენებინა სოციალური სივრცისათვის, რომ იცით რა, ეს არც ისე დასავიწყებელი თემაა. ანუ გააცოცხლა როგორც ხელახლა მე ვფიქრობ რა თქმა უნდა ხა იცით რა სრულიად იმ რანგის და იმ რეგისტრის რეჟისორთან გვაქვს საქმე რომ მართლა ძალიან ძნელია ესეთი სპონტანური ასე ვთქვათ ანალიზები აკეთო და მაგრამ იცით უცნაურია მიუყვებით სულ რობერტ სტურუას ქცევის სქემას და აი რაღაცას იზამს მე მას ვაფასებთ რაღაცას ეს არის ის შემთხვევა სწორედ, როდესაც ხელახლა შეეცადა ძალაუფლებიდან ხელისუფლების ძალაუფლებიდან ახალი რა წამოვიდოდა ეგრძნო. ეს ჩემი მოგრძალებული აზრია, რა თქმა უნდა, შეიძლება სრულად სხვა მიზანი დასახულება ჰქონდა და შეიძლება სრულად მეორეც იყო და ბევრი რაღაცა ხოლმე როგორც წესი, ბევრი мотиваცია აქვს ხოლმე რაღაცა ქცევას და ერთ-ერთი არის ხოლმე, რა თქმა უნდა, ან წარმმართველი, ან აი იმ დროს გადაწყვეტილების ის მიმღები თუ ყველაზე ძლიერი мотиваცია შეიძლება რაღაცა იყოს, მაგრამ ძალიან ბევრია ისიც რომ სიტყვაზე მან ამით თქვა რომ ამ ამბავს რასაც ქვია მოხუცი რეჟისორის თვითონ ასე ამბობს იმ წერილში წასვლა სცენიდან ისტორია ჰქონდა და ეს არ იყო ისე უცებ რაღაცა ვიღაცის ერთჯერადად მოსული სურვილი რომ გადამდგარიყო ანუ რომ ეს ისტორიის რაღაცა ამბის რაღაცა კომუნიკაციების პრობლემების თემა იყო მე ასე მგონია რა თქმა უნდა ეს შეიძლება სულ არ იყოს თქვენი აზრით мотиваცია არის სტურუას მხრიდან ამ შემთხვევაში სიტუაციის გაცოცხლება ისევ და ყურადღების მიპყრობა. მაგრამ რაც შეეხება შინაარსს ბატონო ლელა, შინაარსს როგორ შეაფასებ წერილი, სადაც ცალსახად რობერტ სტურუა თავის თავს სთავაზობს კულტურის მინისტრს როგორც თეატრის ხელმძღვანელს და საკმაოდ ასეთი ტიპის ადამიანებია კი ასეთი ტიპის ადამიანებს როგორც წესი ამბიციები ყოველთვის აქვთ და ეს არის სრულად გამართლებული ამბიციები. როდესაც ის სამხატვრო ხელმძღვანელი არის და იყო თეატრის წლების განმავლობაში კი არა აწლევლების განმავლობაში ის ახერხებდა რაღაცებს ის რომ თეატრი თვითონ იგრძნო რომ რაღაცა კრიზისის პირას არის ესეც გასაგებია მისთვის რომ ეს თეატრი სრულად როგორ გითხრათ მის პირმშოდ განიცდის თანამედროვე რუსთაველის თეატრს არა ზოგადად რუსთაველის თეატრს და მის მიმართ კონდეს ასეთი ემოციური დამოკიდებულება და არ უნდოდეს რაღაცები თუმცა მე ხა ვერ გეტყვით შიგნით თეატრში რა ხდებოდა ან რატომ არ მოწონდა რაღაცები ესენი მართლა ალბათ უფრო თეატრის ასე ვთქვათ სამზარეულოა და სხვა ალბათ სხვას ეკუთვნის ეგ შეკითხვები. თუმცა მე ვთვლი რომ ის ამბიცია რომელიც მას აქვს, გამართლებული ამბიცია იმ თვალსაზრისითაც რომ მან იცის რუსთაველის თეატრი მთელი თავისი რესურსით. და ის რომ რაღაც ამბივალენტური დამოკიდებულება გააჩნდა იცით აი სოციალურ ქსელში ვკითხულობდი რომ ეს ხომ დასმენა ეს ხომ რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები იყო კომენტარებში გამოხატული პრინციპში აი მე არ მახსენდება არც ერთი კომენტარი რომელიც ესე შუალედური იყოს აი იცით რატომ თქვენი აზრით აი სწორედ ეგ არის ისევ და ისევ წარმოიდგინეთ რომ ბუნებრივია ეს ქართული სინამდვილეა და აქ ფერებს ვერ ვარჩევთ ჩვენ ვიცით რომ არსებობს თეთრი და არსებობს შავი ჩვენ ის რომ სპექტრი არის შიგნით რომ ის სპექტრი ძალიან ლამაზია და ცისარტყელას ფერებია ეგ ჯერ ქართველებმა რაღაც გავიზრდებით ალბათ ეგ დროც თუმცა ამას ვერ ვიტყვით ქართულ თეატრზე, სადაც ეს სპექტრი მუდმივად იყო. ანუ ვერ ვიტყვით ქართულ კულტურაზე, სადაც აი ეს გრადაციები მუდმივად არის, რომელიც სწორედ მაშინ არის ცოცხალი, როდესაც აი ამ ფერით სტრუქტურაში შედის. ახლა ეს მეტაფორებს ვამბობ მართალია, მაგრამ მეორე თემა, იცით, წარმოიდგინეთ სოციალურ სქემაში რა მოხდა, ისევ დაიწყო ფეთქვა სივრცემ. ისევ მხიარულება გაჩნდა, ისევ რობერტ სტურუას მიმართ დაიწყო დადგინება ვიღაცა, მაგრამ ეს როგორ ცუდად იქცევა, არა ღმერთო ჩემო ეს ხო გენიოსია, როგორ მოიქცევა ცუდად. ანუ ისევ და ისევ არტისტული სილაღით შემოდის ისევ რობერტ სტურუა. ვინ ერთობა ამით, ქალბატონო? რეჟისორი. რომელი?
რობერტ სტურუამ, ხოლო მეორე მხრიდან დგას რეჟისორი. რა თქმა უნდა. ვინ? ეს არის სახელმწიფო სივრცე, რომელსაც ასევე ერთი პიროვნება თუ ჯგუფი? იცით რა, ერთი პიროვნება ალბათ არა. ერთი პიროვნება შეიძლება იყოს ამ ასე ვთქვათ, სივრცის რეჟისურას ვინც აკეთებს, მაგრამ მოგეხსენებათ, პოლიტიკური თეატრიც ისევე როგორც თეატრი არ არის ესეთი ცალსახა სივრცე, რომ ერთმა ადამიანმა ქორეოგრაფიაც იკისროს, მხატვრობაც იკისროს, სცენარის, დრამის ავტორობა იკისროს, განათებაც და ასე შემდეგ. რთულია თუ ამას მოახერხებს, ამიტომ აი ეს როგორ გითხრათ, ეს ინტერაქტივი ისევ გაცოცხლდა. არ ვიცი რამდენად ამას ექნება გაგრძელება, მაგრამ ის რომ დიდი რეჟისორი ცდილობს სოციალური სქემის ამეტყველებას ისევ და ისევ იმენაზე, რასაც ქვია თეატრალური ენა და კიდევ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ისევ და ისევ ფიქრობს რა, ისევ და ისევ სოციალურ სივრცეშიც თითქოს ექსპერიმენტს ატარებს, რა არის ძალაუფლება. სად არის რეჟისორის ძალაუფლებას აჩვენებს ვირტუალურ სივრცეში. არტისტულ ძალაუფლებას გაცილებით დიდი რეზონანსის უნარი აქვს, მოგეხსენებათ, იცით, აპატიოს ყველა ხელისუფალმა მე რაც მახსოვს 1-4-5 ხელისუფალი მეხსიერებაში და დაუშვათ ვიღაცები აღარც გვახსოვს და აი ეს ხელოვნების ძალაუფლება სულ სხვა რეგისტრისა, ის სხვა რეზონანსს იწვევს, ის რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების არის. ამიტომ მისთვის ეს არის ეხლა რაღაცა ახალი სურვილი, ახალი არტისტული განწყობილებების შეტანისა. თუმცა აი როგორც თქვენ ბრძანეთ, ჯერჯერობით თეთრი და შავი ჩანს. არავინ არ გაუღიმა რობერტ სტურუას. ანუ უკუ რეაქციას ხომ არ გამოიწვევს აი ეს მუდმივად შეხსენება თავის და მუდმივი აქტიურობა. ანუ მაგალითად ხო არ მობეზრდება ეს ყველაფერი საზოგადოებას? იცით რა, ჯერ სამაგისო არაფერია. ერთადერთხელ სცადა იმ ყველაფრის შემდეგ. თუ გასართობი არ ბეზრდება. და მეორე თემა, სანახაობა ვის ბეზრდება? არავის. თუ სანახაობა მომაბეზრებელია, მაშინ ზოგადად ეგ თან მეორე თემა, იცით, ეს არტისტული განწყობილებები თუ დაიდო ცუდი არ არის. სხვა შორის უნდა ხელისუფლების მიმართაც ვთქვა თუ მის რომ ისიც ცდილობს სულთლიანად ასე ვთქვათ სანახაობრივი სქემებით აწყოს ეს ჩვენი სოციალური სივრცე, მუდმივად თვითპრეზენტაციაში, მუდმივად რაღაცებს. ანუ მასაც აქვს ეს არტისტული სურვილი. აქ თემა სხვა არის. ერთი სურვილი? ჯერჯერობით ასეა. მე ვერ გეტყვით, რომ ეს არის ის სპექტაკლი, რომელსაც ვინც უყურებს ყველა აღტაცებაშია და ბრავოს და პის ციცახის ჯერჯერობით ესე არ არის. ჯერჯერობით უფრო დიდი ნაწილია თქვენი აზრით აღტაცებაში ამ სპექტაკლის, ანუ მეორე რეჟისორს სახელმწიფო ჯგუფს გულისხმობ როგორც თქვენ თქვით? ვერ გეტყვით, იცით, ალბათ არა, ისევ და ისევ იქაც ესეთი შავ-თეთრის ისინი გვაქვს ჩვენ ჯერჯერობით. ანუ პოლარიზაცია. კი, ან ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება არის რაღაც საშინელება და უნდა წავიდეს, ან ვამბობთ, რომ მაგარია. ქალბატონ ლილა, რაც შეეხება ისევ წერილს მინდა დაუბრუნდეთ. თქვენი აზრით ამ წერილმა, რომელიც თავის დროზე რობერტ სტურუამ ნიკარაგუას მისწერა, დააჩქარა თუ არ იმოქმედა მისი განთავისუფლების პროცესზე? ანუ ეს იყო რაიმე იცით რა, ზოგადად ეს მითოლოგიზირება ხდება რაღაცეების, აი, ჩემ თვალწინ. ის რომ ეს წერილი ნამდვილად მისწერა, ვიცით? გესმით. მეორე, ეს რატომ თუ მისწერა? ანუ ბოდიში ერთი წუთით თქვენ თქვით რომ მისწერა თუ არა, ანუ უშვებთ იმას რომ შეიძლება ტყუილი იყოს ეს. ხო, ტყუილი არა, ისევ და ისევ რეჟისორული ხრიკი ნებისმიერ და წარმოდგენაში ტყუილი და ეს რაღაცა ასე ვთქვათ ის წარმოსახვა რომელიც რეჟისორს აქვს, ხო? რეალურად ცვლის ძალიან ბევრ რაღაცებს, ძალიან ხშირად კათარსისს იწვევს, ძალიან ხშირად პირიქით რაღაცებს. მაგრამ თუ ტყუილი იყო, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების რეაქცია არ ექნებოდა, არა, რომ დავუშვათ, იმიტომ რომ ხელისუფლების მხრიდან პასუხი არ ყოფილა ამაზე არანაირი, ანუ რეაქცია, კომენტარი ამ წერილზე არ ყოფილა. თუ ეს ტყუილი იყო, ამას დატოვებდნენ კომენტარის გარეშე, როგორ ფიქრობთ? იცით, მეორე თემაა, რომ ისე წააგო ამ სპექტაკლში სახელმწიფო მხარემ ამჯერად ძალიან ბევრ რაღაცაში მოიგო იგივე პოლიტიკოსებთან ძალიან ასე ვთქვათ რომ
შეიძლება შეკრთა კიდეც. აი ეხლა რა პასუხი გავცე. ანუ მისთვის ეხლა გაჩერება შეიძლება ყველაზე კარგი ის იყოს ასე ვთქვათ ჩაჭრა. კი. ქალბატონ ლელა, ოფიციალურ მიზეზად რობერტ სტურუას განთავისუფლების რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან დასახელდა კულტურის მინისტრის მხრიდან მისი ქსენოფობიური ასე დახასიათდა მისი გამონათქვამი. მე მინდა უბრალოდ შევახსენო საზოგადოებას, მე იმ პერიოდში ეთერში არ ვიყავი, პირდაპირ საუბარი არ იყო ეთერში და მინდა უბრალოდ ეს ციტატები წავიკითხო ძალიან მოკლედ. სიტყვები, რის გამოც რობერტ სტურუა ოფიციალური ვერსიით განთავისუფლეს. რატომ გვიკვირს, რომ ადამიანები ვერ იტანენ სხვა ერის წარმომადგენლებს? ბუნებაში დევს რაღაც ისეთი, რასაც ჩვენ უნდა შევებრძოლოთ. დამალვით მხოლოდ ვითვალთმაქცევთ. წარმოიდგინეთ ახლა რომ გითხრათ თუ როგორ მიყვარს ზანგები. ხომ შეიძლება ისინი სულაც არ მიყვარდეს. იმიტომ კი არა რომ ზანგები არიან, იმიტომ რომ ოდნავ უკან დგანან ჩვენზე კულტურის მხრივ. ეს ერთი. ასევე მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ სააკაშვილი არის სომეხი და ამიტომ არ უკვირს მისი ანტიკართული ქმედებები. თავად უარყოფს ამას, ამბობს სტურუა. ეს გასაგებია, მაგრამ იყოს სომეხი, იყოს შუშანიკი, ფეხებს დაუკოცნით. უდიდესი შანსი ჰქონდა დიდი პიროვნება გამხდარიყო. ეს არის მოკლედ ციტატები. როგორ ფიქრობთ, რომ არ ყოფილიყო აი ეს გამონათქვამები? გაანთავისუფლებდნენ თუ არა სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან? იცით რა რთული თემა მე მაინც მგონია რომ ეს მაპროვოცირებელი იყო იმისი რომ ეს მოხდა ანუ დაძაბულობა სრულიად აშკარად იგრძნობოდა როგორც ჩანს და ის რომ საბაბი იყო საჭირო ბატონმა რობერტმაც ეს საბაბი რატომღაც მე მაინც მგონია რომ რატომღაც გამოიყენა. ხა არ მინდა რომ მისი ასე ვთქვათ აი ამ გამონათქვამების აპოლოგეტი ვიყო, რა თქმა უნდა. არის ეს გამონათქვამები თქვენი აზრით ქსენოფობიური თუ არა თქვენ როგორ ახსენებთ? მე ზოგადად ძალიან ჩემთვის ეს ძალიან სუბიექტურია მართალია, მაგრამ ქსენოფობია უცნაური რამ არის. ზოგადად არ მიმაჩნია რომ არსებობს ფობიები არსებობს, მაგრამ ეს ქსენოფობია მე მგონი არ არსებობს, ზოგადად არ არსებობს, არათუ ცით რა, ის რომ ვიღაცა ჩემი მტერია, ამის მიმართ გრძნობელობა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ ეთნიკური ნიშნით ძალიან ძნელია. ეთნიკური ნიშნით ბევრი მეგობარი შეიძლება გყავდეს სხვა ეთნოსში, მაგრამ გრძნობდე რომ მის უკან არსებული პოლიტიკური ველი შენს მიმართ მტრულად განწყობილია. ამას ქსენოფობია არ ქვია, მე ვფიქრობ, ქსენოფობია კიდევ უფრო მძიმე რაღაცა და ის რომ რაღაცა მტერს უძახდე და მოყარეს ეს მხოლოდ საღიაზრია მე ვფიქრობ ის რომ ამ შემთხვევაში ეს საღიაზრი არის თუ არა იცით რა არა მე მაგას სულაც არ ვამბობ რომ აქ ლაპარაკი სრულად გულწრფელად ვამბობ შეიძლება ბევრი რამ მანდ არაკორექტულია მაგრამ ის რომ კულტურას აქვს თავისი თვითშეფასება კონკრეტულ კულტურას. ეს არ ნიშნავს, რომ ის ქსენოფობიურია. კიდევ მიმეორებ, იქ სადაც წმინდანის შეიძლება იყოს შუშანიკი და აგერ თქვენ ციტატაც ახსენეთ, ხო? და პირველი წმინდანი და ამას მუდმივად ვასწავლიდე პატარებს სკოლაში. იქ ძალიან ძნელია რომ ერს დაარქვა რომ იცით რა მას სჭირს ქსენოფობია. ამ შემთხვევაში კონკრეტული პიროვნების ქსენოფობიაზე იყო ეს. და მით უფრო იმ ერის იმ მოდით ასე ვიტყვი კულტურულ სიმბოლოს, კულტურის სიმბოლოს ესე ვიტყოდი, რომელიც ატარებს ამ ერის ეგრეთ წოდებულ კულტურის გენეტიკურ რესურსს. ეს ძალიან უცნაური რაღაცა. მეორე თემა კულტურა, იცით როგორღაც აი ამ ფიგურებით კონსტრუირდება. ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ აი დიდი კულტურა გვაქვს, ხო უცებ გვახსენდება რატომ? იმიტომ რომ ყავდა რუსთაველი ყავდა და ასე შემდეგ. ამიტომ იცით რა, როდესაც აწმყოში ყავს რობერტ სტურუა, რომელსაც შეიძლება ვუთხრა რომ ქსენოფობი ხარ და ის კულტურის ეგრეთ წოდებული ნიშანსვეტი იყოს რაღაცა აზრით, ხო? შენ ამით ამბობ რომ თელერს აქვს ეს პრობლემა. გასაგებია. თქვენ წეგან თქვით რომ საბაბი იყო ეს გამონათქვამები და ანუ ამას წინ უძღოდა სხვა დაძაბულობა, რეალური მიზეზი რა იყო? ანუ რა ვერ აიტანეს რობერტ სტურუაში თუ ეს ნამდვილად მაგაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ იქ შეიძლება ანუ ის არ არის პოლიტიკური კონკურენტი ხომ ხელისუფლების სხვა სფეროში მოღვაწეობს რომ ეს სამაგიეროდ ის ადამიანი რომელიც მუდმივად ეძიებს ძალაუფლების ბუნებას და ძალაუფლების ბუნების სხვადასხვა ფორმებს ძალიან კარგად გამოხატავს თავის სპექტაკლებში.
დავიწყოთ კავკასიური ცარცისწრით და აგერ კაცი ადამიანში ეს თავზარდამცემი რაღაცა იყო, რას ნიშნავს, ასე ვთქვათ, ძალაუფლებას ზოგადად რა სტრუქტურა აქვს, არა მხოლოდ პოლიტიკურს. რიჩარდი სადაც ფაქტობრივად საფეხურებრივად არის განვითარება ნაჩვენები. და მეორე თემა ძალაუფლება, რომელიც კულტურას აქვს, მაგალითად იმაში რა ვქვია, კაცი ადამიანში. კულტურა როგორ ასტრუქტურირებს ცნობიერებას და როგორ არის, ასე ვთქვათ, ძალაუფალი, ანუ დეტერმინანტა ჩვენზე და როგორ ძალადობს ის, აი ის მაჩვენა იქ. ანუ ძალაუფლების ყველა ფორმა იძიებს, თვითონ აინტერესებს იცით და იქ სადაც მტკივნეულად მიიღო ეს ხელისუფლება, შეიძლება ეთკინა, იმიტომ რომ იქ რამდენიმე ასეთი სპექტაკლი იყო, თუმცა მხოლოდ ამ ხელისუფლების დროს ეს არ ყოფილა ძველი ხელისუფლება. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ გეტყვით რომ თამაშობს ძალაუფლებით. უფრო ეთამაშება ძალაუფლებას. აი ეს კიდევ სხვა თემაა. და როგორ ფიქრობთ, ანუ საბოლოოდ როგორ გადაწყვეტენ თეატრის ბედს? ეყოლება სხვა სამხატვრო ხელმძღვანელი თუ რაღაც სხვანაირი ჩანაცვლება მოხდება, როგორ იცით, ფიქრობთ? იმდენად როგორ სწორი რა იქნება უფრო ცოტა? პოლიტიკური ადამიანი ვარ, რომ ამ თვალსაზრისით არც მიფიქრი, არ ვიცი როგორ გადაწყვეტენ. მე ერთის ვიცი, რომ სწორი იქნება, რომ ქართულ თეატრს ჰქონდეს ისეთივე რესურსი, როგორიც მას შეუქმნა რობერტ სტურუამ. ქართულმა თეატრმა მოახერხოს და ალბათ ეს ასეც იქნება, იმიტომ რომ მართლა მან დადო ისეთი, არა მხოლოდ მან, მაგრამ აი ამ ეპოქაში დღეს მან დადო ისეთი ნიშნულები, რომელსაც უნდა უსწორდეს ქართული თეატრი. უნდა თუ არა, უნდა უსწორდეს, სხვა ყველა შემთხვევაში მას ძალიან გაუჭირდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იცით, ეხა ის რომ დააბრუნებენ რაღაცა ფსევდო პრობლემებია, რა თქმა უნდა, არც დააბრუნ ერთმაც კარგად იცის და მეორემაც და აქ უფრო იმაზეა ლაპარაკი, რომ როგორ აეწყობა ქართული თეატრის ბედი 21 საუკუნეში. ეს არის ანუ ამ შემთხვევაში სტურუას ესთეტიზმის გარეშე შეიძლება ეს მოხდეს. იცით რა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სტურუას ესთეტიზმის გარეშე მოხდება. შეიძლება კი არა, ასე მოხდება, იმიტომ რომ მან ეპოქა შექმნა, ხელისუფლებამ ამ ეპოქას წერტილი დაუსვა, ეხლა ჯერი ხელისუფლება ის იმ რესურსზეა, რომელსაც ის მოიყვანს. ან გაკაჩავს სტურუას სიმაღლეს და შეიძლება ანუ პოლიტიკური თეატრი სხვა არ დადგას, არ გააკეთოს, მაგრამ გააკეთოს, არ ვიცი რაღაცა სრულად სხვა ტიპის თეატრი, რომელსაც ვერც ვეძახი ახლა სახელს, იმიტომ რომ არ ვიცი ვინ მოვა, რა მოვა, როგორი ესთეტიზმი ექნება, რა ინტერესები ექნება, სად ექნება ეს მგრძნობელობები, ისეთივე როგორც რობერტ სტურუას ძალაუფლების მიმართ ჰქონდა, შეიძლება ვიღაცას მშვენიერების მიმართ ჰქონდეს კონკრეტული აი აქ და ახლა გაცოცხლებული მშვენიერების შეიძლება იქ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე ერთის ვიცი, რომ ის რითაც ეხლა ცდილობდნენ ჩანაცვლებას ქეთო და კოტეს გულისხმობ, ხო? აი იქ ყველაფერს ეცადნენ. ყველაზე მაღალი სახელები. თუმცა ეს ალბათ სხვა საუბრის თემაა, მოკლედ ვერ დავასრულებ. კი ბატონო, არა, კი ბატონო, უბრალოდ მე ამას ძალიან ვამბობ, მოკლედ, კი ბატონო. შეიძლება ისეთი სახელები იყო იქ და ისეთი რომ შესაძლებელია რომ სხვა ესთეტიზმი მოვიდეს, თუმცა ანუ ეს იყო ძალიან მოკლედ სტურუას ჩანაცვლების მცდელობა. დამთხოვაც იყო დროში სხვათა შორის ქეთო და კოტე და რობერტ სტურუას ეპოქის დასასრული სიმბოლურად. იცით რა, ყოველ შემთხვევაში როგორც მგონია რაღაცა ახალი დაიწყო, ვერ გეტყვით რომ ეს საპირწონე ეხლავეა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. თქვენც მადლობთ. მადლობთ მობრძანებისთვის. კიდევ ერთხელ ლელა იაკობიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ამ მდგომარეობით ხვალ ზუსტად 10 საათზე თქვენ ისევ უყურებთ პირდაპირ საუბარს. ხვალამდე.